დილა მშვიდობის, ძვირფასებო, კი არა და უკვე შუადღე არის. შუადღე მშვიდობისად. როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? წყალი მიდგას იქ, გაზი მაქვს ჩართული, რომ აქ ბრინჯი მაქვს გარეთ, ხილი ჩავყრი და მოვიშორე ისინი. მაგრამ ნახეთ რა არის ხა აქ მოშორებული. დაგრძელება დამორჩა ხელზე. ანუ პირი ქონდა გახსნილი. ამ იმას დაგრძელებას და ზედრო ესვა იმას და ხოლოდ ის მოვიშორე და დაგრძელება მაქვს, აი, ისედაც ეტყობა, აი აქეთან. აი. ოღონდ ფრჩხილები დავიჭერი. ანუ ის დაგრძელებული დავიჭერი. და დაგრძელებული დარჩა ჩემს ფრჩხილზე რაც არის ის. ხო, ჩემი ფრჩხილია ეს ამ სიგრძე. არ ვიცი როგორია, ვარგა არ ვარდა, მაგრამ რა ვიცი. დავტოვე მაინც. ეს ხასი ლიკასია, ყველი და კვერცხი რო გამომიგზავნა. მასაც დაუწყია, მაგითო იყო ლიკაც რო ამბობდა ამის ყიდვა არ მინდა შეგვიზო, იმიტომ რომ ადვილად ცურებაო, აი ეს შეღებილი გარეთ. და მოკლედ აი ეს იყოს. ესეც ასე. ეხლა მინდა ეს რაც მინდა ამ სილიკონსავი. ესე მოვიოთ. ხოდა გოდი რომ მოვა გოდეს ხაჭაპურს გამოვცხობ. მე მაღაზიაში უნდა ჩავიდე ამ კრემმა ერთი წასმით ბავშვებს გიფიცებით, მოკლედ არ დავიფიცებ მეთქი და მაინც წამომცდება ხოლმე. ერთი წასმით მოურჩინა გოდეს ფეხი. ანუ კანი ეკერცლებოდა ფეხის თითებთან და ოდნავ თითების იქეთ. თლიანად ეკერცლებოდა. და ძალიან მაგარია, ამ ჩემ კრემს კიდე მუხრანი ისმევს ყოველ დილას საღამოს. მე აწამის მერია და ხა წავისმევ და არაფერს არ გავიკეთებ, ტუში მოვიტანე მარტო ლურჯი. თამოს მივწერე. ლეიბის პირი მინდა მეთქი, ისეთი ზუსტად. როგორიც მაგ ელვაზე რო არის. დედათმა ისევ მალე შესაღები მაქვს, მალე კი არა, ეხლა შესაღები აღარ დაველოდები. იმიტომ რომ ცოტა ხანი გავიდეს დრო. აი მოკლედ ის მინდა ლეიბის პირი და ის რეზინიანი ზეწრები კიდე კონდეს. მეტი თეთრეული ეხა მე ამ კაცს დაველოდები. ივნისში ჩამოდის და ჩამოსვლამდე დარეკვა იცის ამ კაცმა, მაგრამ მეც დაურეკავ. თუ აქვს ეგეთი ორსაწოლიანები რომ ჩამოიტანო თქო. რო ვუთხრა. ჯერ ივნისამდე სადაა? კაკრას მაწყობს, იმიტომ რომ ეხა პარასკევს სადაც გამო რომ მივდივართ, არ ვიცი ჭირჭირობით რა მოგვიწევს და ასე რომ ხმერთო არა არ მოვიტანთ ხმერ. ავიქეთ გავიქეთ ჯებია თორე აქ ვერ ვაკეთებ. ვაკეთო იქეთ თუ აქ. ამაზე ის ვითომ
წამწამის დაგრძელებას რო გავიკეთებ მეთქი, მაგის მერე წამწამი ვერ მომიშუშებია და მიკვის. აი, სულ რო იკეთებენ, ალბათ კარგად იკეთებენ თორე. ისე კი არ არიან, მე რო არ ვიცი არაფერი. მოკლედ ეს იქნება სულ. მიტი არაფერი. წავიღებ ამას თორე აქ რო დავდოსადე, მე აღარ დამახსენდება. ეს თედა ამგვარად, კაი. ეხლა ხალას მოვიდოდებ მე. ჩაის დავდო. ჩაის. დედა წყალი ცლის ლივობით მოდის. მოჩვენე. სახეხი მაგახა ესეც. მაგრამ წყალი მოდის ლივობით. ერთად ხებაზე არა უშავს მე ლიმონს ჩავაკეთებ. ლიმონი თუ ვერ ჩავაკეთე ის მეორენაირი რაღაცა რომ აქვს. ლიმონის გემო აქვს სულ, არაფრით არ განსხვავდება, იმას ჩავაკეთებ. აი ესე. კოდეს წამალი ჯერ არ დაგემთავრებიან. ხო, მოკლედ ჩაწერილები ვართ უკვე. პარასკევს, ადას ადადან გამომდინარე იმისა. თვალის ექიმთან. რა ვიცი, ამბები რომ მოვიძიე Google-ში რო ვეძიე, არავინ ისეთი არ ყავთ. აი რომ ლანძღოს ან რაღაც თუნდაც რამე კრიტიკა რო გამოთქვას და აილაინი ქვია მე მგონი. კლინიკა აილაინი. აი იქ მივდივართ. ხო და დღეს დაურეკა მუხა. გუშინ გვიანი იყო რომ მოვიძიე, გუშინ გვიანი მივხვდი რომ მოდი Google-ში ვეძიე, იქნება ნომერი კონდეთ და ჩავეწეროთ თქო და იმიტომ რომ სხვა დღეებში ვერ ახერხებს მუხა. გეგას არ გავაცდენიებდი ამ ღონისძიებას, მაგრამ მუხანი ვერ ახერხებს სხვა დღეებში. მე კიდე არ მინდა რომ დაუგიანო ადას. იმიტომ რომ რამდენი დღეა ეხა ითხოვს ხატვა უნდა რომ წეროს ის უნდა და არ ვაძლევს საერთოდ არაფერს და თვალის ეს ყველაფერს ვერ ჩამოაშორებ დიდი ხნით. ნახოთ ეხა იქ რაც მეტყვი. რა სიტუაცია იქნება შევხედოთ. აქ რამეტანი მოვიჭერი. ერთზე მოვადობენ და რცით გავაკეთებ ამას. ცოტა მაგმალაკ, მაგრამ რცით გავაკეთებ. ცოტა ძილს და ცოტა მალაკოს გავაკეთებ ამას. ეგრე გავაკეთებ. მე რაც გავაკეთებ, არ ვიცი, რაღაც უნდა მოვიფიქრო, მაგრამ ეს პაკეტიო გაიძახო და ჩემი გაბურცული. აჰა! ტელეფონში ჩაიხედები და მასზე შვრები მაშინ თვალებს. გაასწორე. აბა დადექი სწორად. დედა, შემოგიკვდეს დედა შენი დე. რატო შვრები მასზე? ჩვეულებრივად რომ გვიყურებ და რაღაცა ესე არ არის.
დღამდე დიკო. თები არ დაგვივარცხლე. კიმსთან უნდა წავიდეთ εκεί. თვითონაც არ იღებს ტელეფონსაც მაგალითად, იმიტომ რომ იძახის თვალებს გამეფუჭებს. ესმის თითქოს და დიდი გოგოსავით და ვნახოთ. ნახოთ რა იქნება. ფელამუშიდან დამრჩა ერთი ფელამუში. სტუმარი მყავდა. კაკარას რო ვიღებდი მაშინ და სხვათა შორის ძალიან გამეხარდა რომ მოვიდა ზუსტად იმ დროს, იმიტომ რომ ვიცი იმას ცხელი უყვარს ფელამუში. ცხელი ფელამუში უყვარს ვიცი და ძალიან გამეხარდა რომ მე მუხაინს ვეჩხუბებოდი რომ მოვიდა. რაზე ვეჩხუბებოდი აღარ მახსოვს, მაგრამ მუხაინს ვეჩხუბებოდი მახსოვს. ბავშვების გამო. ისე ბავშვების გამო, იმიტომ რომ მუხანი არის როგორ გითხრათ ყველაფერზე შენი ბრალია იცის. თავის ბრალი არაფერი არ არის. სულ ჩემი ბრალია ყველაფერი და ამას ვერ ვიტან. იმიტომ რომ რამე რო იციან, რამეს აკეთებენ და რაღაცა ყველაფერი ჩემია, მაგრამ რამე რო არ იციან, ჩემი ბრალია ისიც. ხო და ესე. მოგიტოს ვეჩხუბებოდი რომ მოვიდა. გოდესაც რა თქმა უნდა. იმიტომ რომ არ უნდა წიგნი. საერთოდ არ უნდა. არ ვიცი რატომ. ვერ გამიგია. ცეკვაზეც. აგერ სიმართლეს გეტყვით, გუში რაჭულის დავლაო და გეგას მაგალითად აქ სახლში ვასწავლიდი, თორე წინა ცეკვის გაკვეთილები რო გქონდა, არ იცოდა და მე აქ მე ვასწავლიდი სახლში. არ იცოდა, იმიტომ რომ ჯერ არ გადასულა ნაჭარულის გარდა სხვა სწავლებაზე და მე ვასწავლი ჩემით, რომ იცოდეს აჭარულის რაღაც ილეთები, რაჭულის უпростоრეთ, იმიტომ რომ გოდემ რაც იცის, მინდა რომ ის იცოდეს გეკამაც და ვასწავლე. გარეშიგნით ვასწავლე, პაუზიანი ვასწავლე, კეკლუცობა ვასწავლე, გაქცევა ვასწავლე და 4-იანი 2-იანი ვასწავლე. ანუ ამ ყველაფერს ეყვავდნენ გოდე და ისინიც იქ. აგერ. ეს ყველაფერი იცის. თან როგორ იცის? ძალიან კარგად იცის. ეხა გუში, ცეკვა ხო გქონდა და დიდი ბიჭებიც იყვნენ რა. გოდეის ასაკის და ცოტათი დებიც. ვინც ეყვაზე დადიან, რამოდენიმე ბიჭი იყვნენ და ამ რაჭულის დავლაზე იყო, ვინ უკეთესად გააკეთებს. გოდე ყოველთვის კარგად აკეთებდა ამას და სულ ამბობდა ისედაც მასწავლებელი, რომ აი კარგად აკეთებს და დახატა ასე შემდეგ და გუში მეც რო ვუყურებდი ისე ვერ გააკეთა. ანუ კი რაღაც გააკეთა, მაგრამ ისე სწორად რომ იმ სიმღერის გესმოდეს და თვლებში ჩაჯდეს, არ გაუკეთებია. გეგამ დაიწყო ძალიან კარგად. მაგრამ მე ხო არის რომ აი აქედან სიცარიელე ამოუბრუნდები და მე უკვე ბავშვებისკენ მოხვალ, არც მუსიკის ხმა არ გესმის და უფრო ბავშვების ხმა რო გესმის, მან ცოტა აეშვა. და ანდრია რომელიც ვიდეოში ყავთ თქვენ ჩემთან ნანახი, მცხეთაში რო ვიყავით, ძალიან მაგარი ბავშვია. ძალიან მაგარი, აი თუ გულს დაუდებ მეთქი, რამდენჯერ მითქვეს საუკეთესო მოცეკვავე გახდები, შენ თუ გულს დაუდებ მეთქი. და სხვაგანაც მითქვია ეს, ანდრიამ რომ მოინდომოს, ხო? ეხა ვინც არიან და რამდენი წლებია რომ დადიან, ჩემი შვილიც კი ყველაზე უკეთი ცეკვებს, ტანიც კარგად უწყობს ხელს და ითვისებს კიდევაც და კარგად აკეთებს, ესმის. რაც ყველაზე მთავარია და ანდრიამ და გეგამ გააკეთესო კარგად. გეგამ სანამ იმ ბავშვებს შეერია და ხმა არ ესმოდა უკვე იმის მუსიკის. გეგასიც შევამჩნიე, მაგრამ მაინც ეხა მე რომ არ ვარ მაგ მხრივ აი პროფესიონალი და როგორ გითხრათ, არ მცოდნე ხო ვარ ცეკვის. ხო და რამე რომ მითხას ახლა მაგალითად მასწავლებელმა და მე რო ვთქვა რომ უი ამან ძალიან კარგად გააკეთა და ეს ჩემი გადმოსახედიდან, მაგრამ მასწავლებელი უფრო უკეთ ხო ხედავს ვინ რა გააკეთა. აი ყოველთვის თავს ვარდებ ამასაც მაგალითად.
რო ვთქვა, მაგრამ ანდრიას რო ყო ყოველთვის რომ ძალიან მაგრა აკეთებს. მართლა არ ვიცი ხა მე ჩემი თვალით ეს ვხედავ მეთქი, მაგრამ მართლა კარგად აკეთებს ხო და მართლაც კარგად გაუკეთებია. გოგოებთანაც დავილაპარაკე იქ. და გეგა, რატომ არ აგოდერძი? იმიტომ რომ გოდერძი დიდი ხანია დადის. უნდა გაეკეთებინა კარგად. როგორც მანამდე აკეთებდა. არა, გეგამ და ანდრია. ანდრიამ საუკეთესოდ და გეგამ კარგად სანამ იქ მიერია იმ ბავშვებს. ხო და მოკლედ ესე. ძალიან კარგია, ორივე ჩემი შვილია და რა თქმა უნდა, მე ორივესე მინდა. ორივე მინდა რა, ხან ამ საქმეში არიან. მინდა რომ ორივე კარგად ცეკვავდეს. მოვიდა ჩემი ბიჭი. ოდედი. დიდას ბიჭი. დიდას ბიჭი. რა ხასონიობა? აუ, ბიჭი. სპორტი დღესაც ხორდატაცო? სპორტი მეოთხე იყო. მაშინ მიგდა გამოიცვალე ხალხიანი. მიდი გამოიცვალე. ეხა კურტკა იქეთ სადმე გაქვს, დე? ზემოთ გამოიცვალე ყველაფერი. აი, ვიდეო მაქვს ჩართული, ყველაფერი კი არ უნდა. დედიკო, მიდი დროზე. მიუტანა. დედი, აგერ საკესთან დაგიდებ, ჯერ მოკლე მკლავიანი ჩაიცვი, მერე გრძელ მკლავიანი. ხო და ესე. ეხა გუშინ არ ვაჯიშია და არც გუშინ წინ იმაზე კეკლუცობაზე და იმაზე გეგას. დღეს უნდა ვავაჯიშო. ნახე, ეგერ კიდევს გაიხადე. ჯერ მოკლე მკლავიანი ჩაიცვი, მერე ისა ისინი სადაც მანქანას. ჰა? ყველა, აბა შიგნით იქნები ობლიანი. ცხელია. მაგიტო რო ვლაქლაქებდა ეს რომ არ გაცივდა ხა. თავება მინდა. ძალიან ცხელია. ხუთმეტ აპრილს არის გამოსვლა. სხვა არ ვიცი. მე იქეთ გვექნება თუ არა რამე. არა 15 აპრილს რო გვაქვს ქალაქში ეგ ვიცი. მაგისტრის არის რომ ემზადებიან ესენი. სიყვარულის დღე. მოხანის ევნები ეხა მაინც არ დაგავიწყოს სიყვარულის დღე და ვაიმე ტვინუ წაიღეო. მართალიცა. აი, დედიკო. ტუჩს ვერ ვადებ, მოდი გაცილდეს, მე მოვალ. მოკლედ. ეხა ჩავამატებ მე ამას ორივეს. თან იქით ვაგებდი, ეხა ცოტა მაქვს, მაგრამ მაინც ჩავამატებ. ყველას არ ჩავასხამ, იმიტომ რომ სხვა რაღაცისთვისაც მინდა. აი ეს. ამდენი ჩავტოვე.
და შაქარი, მარილი. ეს არ ეყო. გოდე ხეს დილით წამალი მოგეცი? არაო და დალიე ხა მოდი და ფაფას ვაკეთებდი? თხილადის რაღაცა ყანყარებს და მეშინია. მე თო სად და სად იღებს ეს ბავშვი ან წამლებს? Agas ishaloalze. Წავიდი და მოვალ. მოკლედ. გოდეს წასვლა უწევს. 3:30-თვის, ამიტომ დავიწყე ხაჭაპურის გამოცხობა. გეგა არ ჭამს იცით, მაგრამ ადას უყვარს. ადას და გოდეს. ამიტომ მერე მუხას მერე გამოუცხო. ეხა ამათ თითო-თითოს გამოუცხო. ყველი ეგენ მაქვს დაფშნილი. კუჩხოლია ყველი. აფა დავადგე. თეთრეულები გამოვცვალე ისე. მუხარი მეუბნება. რომ მიხარია თორე ვინ აკეთებსო მასზე? ხოდა თან მე ამდენი რეცხვისგანაც ვაფუჭებ თურმე ხომერტო დიდებულა აგეთებია ჩემი გიტა მაგრამ არც ვაექრია ზოგჯერ ერთი რო გაოფრიამდნენ ბავშვები ხსნი მეორე დღეს რო არ იქადა არ დაწვენა ნაოფლა ლოგინზე ხოდა ზოგჯერ სამჯერაც მიწევს ზოგჯერ საფხულში მეტჯერაც გიწევს ადამიანს იმიტომ რომ ერთ ლოგინზე რო 4 ადამიანი წევხარ აბა რა უნდა ქნა მაგრამ საფხულში მაინც კაია იმიტომ რომ ყოველ დღე გამქონდა თითქმის როცა ესეთი კარგი ამინდები იყო თითქმის ყოველ დღე გამქონდა ესენი რა ქვია თეთრეული ერთი ყველი მაქვს კიდე მუხას არ დაუტოვეო არ დამიწეროთ ეს დედიკოს გამოგზავნილია ხო და ლიკას მამის გამოგზავნილი მიდევს კიდე გოდეს უყვარს ძალიან ხაჭაპური
არის მომენტები, რომ ზუსტად ჩემსავითაა დაგულიერება. ხაჭაპურზე რო ჭამს, მაგრამ უნდა რო ჭამოს. ზუსტად ისეა, მე რო ვიყავი და რძის ნაწამს გაზიანის გარეშე. ვიცი დედა, გამოვხდე. გაზიანის გარეშე არ ჭამდი. ხო და აი, შია. კიკო. ხომეზე აღდგა და ჩაი და შოკოლადიანი პური ჭამა. გოდეს და ამას გავუყავი და გეგა ახალხანს აღდგა და გეგას არ ჭამია რა თქმა. ჩაიც იგაცრიდებოდა ამასობაში. დედი, მიდი შენით ხო იკეთებთ მისაბნევებს, მიდი გაიკეთე სანამ მე მოვიცავ. ერთი მაქვს. ვადისფერი. გაიხა. ამაში ბევრი ყველი ჩავდე. სადაც დაასველა ისავიღე. მოხას უთხარი რომ მე შეგახსენებ მეთქი, მაგრამ მანამდე აქეთ დამირეკა. დაჯავშნაზე. კი არა და წინასწარ ჩაწერაზე. ძალიან მაგარია. ყელვის ფელავუში ხალხო. არ ვიცი. გაქვთ გასინჯული თუ არა, მაგრამ მე ძალიან მიყვარს. ცოტა გასქელდეს. თავსახურის სულ ქვემოთ მიდევს. ამიტომ ეს დავაფრთხილეთ. კარგი, ჩაის გადავკავე, ხა მეოცებ. ადაიდგა აქ და ლექსი იყვებოდათ, რომელიც იცის მხოლოდ ერთი ეია. ენძელა და იაო. ხო ცოტა ერთ რომ ერთი მიუმატოთ. რამდენია ბაჭი ესი ცოტა. კიდე მეორეც. სულ სამი ლექსი იცოდა ბევრი არა, მაგრამ დაგინდა? ივარჯიში. ვადისფერი სადალი. იქა ოთახში, კარების უკან. კარების უკან. ჩვენს ოთახში, საწოლ ოთახში, კარი როა იმის უკან. გეგამ დადო ალბათ. უშაქრო.
ძალიან ბევრი კბილს მთხოვს ხოლმე და ამიტომაც არის რომ ჩაის მაინც უშაქროს დავლიოთ. ყავა შაქრით დავლია. წუხე. იანი სადღაც 9 საათზე დავლიეთ. ცხელი წყალი მაინც კარგია. კი მიწერთ რომ არ ვარ გაასეო ისეო, მაგრამ ბევრი მოიწიეთ, ძალიან ბევრი და ბევრი მაგალითად ჩინელები. სულ მიითმევენ. ანუ ბევრს არა ძალიან, მაგრამ მიითმევენ თურმე ცხელ წყალს და სხვათა შორის სტუმარსაც თუ ვინმე მოდის ემასპინძლებიან მაგით. ასე რომ ბევრი ამტკიცებს რომ კარგია ხალხი. ცხელი და ისეთი არ უნდა დალიოთ რომ ამოგთუ თქოთ ყველაფერი. აი ახლა ეს რა. უკოლე. ხელები? ფეხებს რო გაშლი ხელები ზემოთ. აი. ნდი? აი ეს. ოჩადე. ეს წელი იქეთ გაწია, აქეთ გაწია, იქეთ გაწია, რომ წელი დაიწურილო. პრესი? გააკეთე. სანამდე წაიწევი ისიც კარგია, მუცელი დაგეჭიმე. მე მეზარება. ეს აკეთებ ძალიან. ხო. დაიღალე ესე უცებ. ჰა? ეს კრემი კაია. იმიტომ რომ ძალიან დამწვარი მქონდა სახე. რომელიც ვერ გამოყვევი არის გა. ხესაც კი, მაგრამ ძალიან დამწვარი მქონდა. უფრო მეტად აი ეს ადგილი და აი ეს. კასარეცხე მაქვს კიდე ბევრი, მაგრამ წყალი რო არ არის კარგად ნაპოლით. ვერ ვრეცხა. ჩემ მანქანას რაღაც პრობლემა აქვს, არ ვიცი რა პრობლემა აქვს. დივნის გადასაფარებლები ხო ავხსენი, გუშინდა რომ გავრეცხე გამოტანისას, შევამჩნიე რომ ბარაბანი ხო იცით რო აქვს. აი იმის შიგნით იყო ნაჭერი და რო გამოვიტანე გახვრეტილები აქვს. კიდევ კაი მხოლოდ ფოჩოჩებზე აქვს და სხვაგან არა აქვს ეგ. ანუ ჩაიტანა, მაგრამ როგორ არ ვიცი. და სხვათა შორის ეს მანამდეც უთხარი მუხას გოდეს ელასტიკს მოვიდა ეგრე და არ დამიჯერა არაფრით. საიდანღაც ხომი აქვს და მე რო ნასკები მეკარგება სხვათა შორის ვიდეოც კი არ ვიცი, მე მგონი გავაზიარე, არ ვიცი მუხას შავუგდე. ვიდეოც კი დადო ადამიანმა, მე მგონი რუსულად არის, არ ვიცი. რომ მართლა შეუძლია რომ ბარაბანმა ჩაიყოლიოს ნასკები და ესე წვრილი რაღაცეები და თან წარმოიდგინე სადღაც უკნიდან რაღაცები მოხსნეს და იქიდან გამოიტანეს. ასე რომ მე ვიძახი, მე მგონი ჩემი მანქანა ჭამს ნასკებს მეთქი. ტყუილი არ ყოფილა.
ეს მაღაზიაში უნდა ჩავიდე და ეხა ველოდები ამ ხაჭაპურს. გამოვაცხობ და აუ ვერ მოვასწრებ, მეგოდეს წასვლამდე მათი დატოვება მომიწევს. დასჭირს ამას დღეს რო არ გახვალოს. ორია. ჩაილაგე შენ ეხა მიდი. მე იმას ვისამ. ხაჭაპური რა ვიღებ ეხა ეს შენი იქნება. თქვათ ისეთი ლამაზი არ არის როგორიც გამოდიოდა, მაგრამ რას მისაუბრეთ. ყოველთვის იქნეირად არ გამომდის. თან ეს ცივი რო იყო ცომი. გაიქა. და მე რო კაი მგონია რომ ეხა ცოტა წვენით იმას ვქენი. რა ქვია? ყველი მაგიტო იყო რომ გაიხა უფრო. ესე და მოგვარად. აი ესეთი გამოვიდა გოდეს ხაჭაპური ნახეთ აქ. ამიცი ჩანს 1 2 3 ადგილზე გახეულია და აქეთ კი არა შემწვარი. დაჭრაგინდა? კაი, ეხა ეს ადასი. ქალბატონი ადასი. კაი. But it smells weird. კაი, ხა დავაწევოთ ორი ისე. დარჩება მან. და აქეთ არ წამოხიდე ჩაუცმელი. ჩაიცვი და ისე გამოდი. დედიკო, იგი რა მაკრატელია? სადა? გოდე, მაკრატელების მეტი რა დევს? 2 მაკრატელია ეხა აქ. ხო. ისიც იმისია, ამით დაჭრა? დედა, ვიდეოში ჩანს. ვიდეოში ჩანს. დედიკო, შავიჯო, ხო, აქეთ არ წამოხვიდე არათორე გაგიფრაზდები. დამაცადე 1 წამი. მოვდივარ. წაი. მივხედავ წამს ამას და ნახო გამოჩნდა. მოკლედ. ესეც ადას ხაბაჭური. ადასავით მოსწონული. ამას დაჭრა უნდა. ისე არ უნდა და გამოიწე დედიკო. გამოიწე. ის მაკრატელი ჩავაგდე გასარეცხად. ხო და ამიტომ ასე უნდა დაუჭრა. ლუკმებად. ცხელი არ მეთო, შენიშობე. რაიმე როგორი ცხელია. ცომი კაია. მე ხო იცით რომ ყველებზე მაქვს გართულება და ასე რომ თუ ისეთი სონი არა აქვს ყველს როგორიც მე მაქვს აკვიატებაში ავჭამ ხაჭაპურს და არ მიჭამია იქეთ გინდა შენ? დაჯექი? გეგა პეპა ჩართე დედა? პეპა ჩართე და შენ ეს ცოტა ხანი და იმას პეპა ჩაუხე. რაზე ჭამქოდე ბოლო ერთ ლუკმას დე? დედიკო ეს ძალიან ცუდი ჩვევა გარდა არ შეიძლება იმ ბოლო ერთი ლუკმის დატოვება.
Всё. Несется. მე თუ გეგასგან ქართულს ვერ გაიგონებ. всё ხალხო. ჩემი დილა ახლა ამით მოჩა, ეხა მე ამათ დავტოვებ სანამ ჭამსა და აპრეტას უყურებს. ამათ დავტოვებ და იმას ვისამწავენ მე მაღაზიაში. რა მინდოდა მაღაზიაში? გეგა რაზე მივდიოდი? მაღაზიაში რა მინდოდა? მე თო არ მახსოვს. ეს მარილი დავყარე აქ. რაღაცა არ მახსოვს. ონკალით და კაი მარილის იმაზე ეს მიდევს. მუსიკები არ მინდა გეგა. გოდე 10 წუთში მიდიხარ. მე კი მოვასწრებ წასვლას და მოსვლას, მაგრამ რო ვერ ვიხსენებ, ეხლა რაზე მივდიოდი? ღმერთო დიდებულო, შემიშველი. რაზე მივდიოდი? რაზე მივდიოდი, ბიჭო? დედა ახ სპაგეტის გრძელი რომ მოვიტანო. კაი, წავედით უფასებო აბა. ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას.